ერთმა ადამიანმა მკითხა თოფურიას და გეიჯთან დაკავშირებით დოპინგზე რა სიტყვიო. პირდაპირ კომენტარს რა თქმა უნდა ვერ გავაკეთებ, რადგან ეგ შეთქმულების თეორიაში შესვლა იქნება და არც ვაკადრებ, არც ჩემ თავს და არც მებრძოლებს რომ რაიმე ვთქვა რომ ასე იყო ან არ იყო, მაგრამ მე გეტყვით რა არის დოპინგი, რას აკეთებს დოპინგი, რატომ არის აკრძალული და არის თუ არა რამე ხილული ნიშნები, რომ ადამიანს აქვს დოპინგი მიღებული. დოპინგი სპორტულ მედიცინაში არ არის ერთი პრეპარატი. ეს არის ბევრი პრეპარატი და ორ რამეს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის რომ დოპინგად ჩაითვალოს. მთავარი კრიტერიუმი არის რომ სპორტულ შედეგს უნდა აუმჯობესებდეს. სპორტულ შედეგს უნდა აუმჯობესებდეს და თან ჯანმრთელობისთვის საზიანო უნდა იყოს. ანუ ეს ორი კრიტერიუმი უნდა ქონდეს. სპორტული შედეგის გაუმჯობესება და ჯანმრთელობისთვის ზიანი უნდა მოქონდეს. და რატომ ეკუთვნება ხა დოპინგი? ანუ ხო შეიძლება კვერცხის ცილა ვჭამო და გავიმჯობესო სპორტულ შედეგი, ცილები მივიღო. ეს რატო არაა დოპინგი? ეს არ არის დოპინგი იმიტომ, რომ უსამართლო არაკონკურენტულ პირობებში ეს არ მაყენებს სხვასთან. ან რატო არა ვარჯიში დოპინგი, ხო? შეიძლება მე მეტი ვივარჯიშო და მოვერიო ვიღაცას, ხო? ეს რატო არაა აკრძალული? იმიტომ რომ იმასაც შეუძლია ივარჯიშოს. მაგრამ მე თუ მივიღებ დოპინგს და უკეთესად გამოვალ სპორტულ ღონისძიებაზე, უსამართლო უპირატესობა მექნება. და ერთადერთი გზა რომ ეს უპირატესობა ადამიანმა დაძლიოს არის ის რომ ან უნდა შეგვოს დამარცხებას ეს ერთი და მეორე არის რომ ან თვითონაც უნდა მიიღოს დოპინგი და თვითონაც რომ მიიღოს თან ეს ხო ყველაფერი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ან განმარტებაშივე დევს რომ თუ დოპინგია, ის ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ანუ ჩვენ ვაიძულებთ სპორტსმენს რომ ჯანმრთელობა დაიზიანოს, იმიტომ რომ უსამართლო კონკურენციაში არ დამარცხდეს. აი ეს არის დოპინგის აზრი, რატომაც მოკლედ დოპინგები იკრძალება. ახლა გინახავთ ადამიანები რინგზეც მათ შორის, რომელსაც აი მყესი გაწვდომია, თითქოს არა ისეთი რაღაც განსაკუთრებული არ დაურტყავს არაფერი და მყესი მაგალითად ბიცეპსის ან სხვა. ან გინახავთ სპორტსმენები, რომელსაც გული გაჩერებია თამაშისას, ახალგაზრდებს და ჯანღონით სავსეს. ეს არ არის ყველა დოპინგის შემთხვევა, მაგრამ ეს შემთხვევები შეიძლება ნიშნავდეს დოპინგს. პირველ შემთხვევაში მყესი როცა წყდება, მაგალითად, თუ კი კუნთი ძალიან გაიძლიერა, ბოლო 2 კვირაში მაგალითად კუნთის ძალა შეიძლება გაორმაგდეს და ამას მყესები ვერ მიყვეს. და ამიტომ იმ კუნთის ძალას ვერ გაუძლოს მყესმა და გაწყდეს. ეს არის როგორც შეუძლია დოპინგს პირდაპირ ზიანი მაგალითად უშუალოდ ღონისძიების დროს მიაყენოს ადამიანს. თვითონ იმას ვინც იღებს. და მეორე ზიანი, ეს გულის კარდიომიოპათია გამოიწვევს ჰიპერტროფიულ, ან გული გაასქელოს, მოკლედ გული გაუჩერდეს მერე შეიძლება ადამიანს. შუა სპორტულ ღონისძიებაზე მათ შორის. ზოგჯერ ძილის დროსაც კი. ახლა ეს დოპინგი რატო გახდა ერთი მნიშვნელოვანი MMA-ში? რა იყო ამისი? რეალურად MMA-ში არ არის ესე რომ ერთი რაღაცა კონკრეტული არ წყვეტს. მაგალითად თქვა მძიმის აწევაზე, რა თქმა უნდა, ბევრი რამე თამაშობს როლს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმის აწევა, რაც შეგიძლია, ხო? და MMA-ში შერეულად ბევრი კომპონენტია. მაგალითად, მიიჩნევა, რომ ძალა დაახლოებით უპირატესობის 10-დან 20% განაპირობებს. კარდიო, ანუ გამძლეობა, განაპირობებს 25%. ანუ რინგზე რამდენად დიდი ხნის განმავლობაში რამდენად აქტიური ხარ, მოკლედ არის რომ შეიძლება შევარდეს ვიღაცა რინგზე მოიქნას ხელები კარგად, მაგრამ დაეცეს 1 წუთშივე, ხო, იქ დაიღალოს. ხო, ეს არის ცუდი კარდიო. და კარგი კარდიო არის, როცა ადამიანს შეუძლია 15 წუთის განმავლობაში მაგალითად იბრძოლოს მთელი ძალებით ვერა, მაგრამ აქტიურად ყოველ შემთხვევაში. მესამე მნიშვნელოვანი манипуляციის საშუალება, რაც არსებობს MMA-ში, არის წონა. იმიტომ ახლა მე წონას ესე მნიშვნელოვნად რომ იკლებენ და მე უცებ ცდილობენ რომ მოიმატონ ეს წონა, რომ თუ კი რინგზე ან შენს ოპონენტს 10 კილოთი მეტი შეხვდი, თითქმის 30%-იანი უპირატესობაა ეს. ან წონა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დარტყმების გაცემის დროსაც და მიღების დროსაც ინერციის ძალა ბევრად უფრო ძლიერია, როცა დიდი მასიდან მოდის ეს დარტყმა, ვიდრე პატარა მასიდან. ამიტომ ენიჭება ხოლმე ესე ძალიან დიდი მნიშვნელობა წონას და არა სიმაღლეს. იმიტომ რომ სიმაღლეს რა თქმა უნდა ძალიან ისა უპირატესობაა, მაგრამ ან წონას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს დარტყმის სიძლიერეში და ამ ტანობაშიც მათ შორის, რადგან მასაზე ნაწილდება ეს დარტყმის ძალა. და ეს არის დაახლოებით 30%.
და ყველაზე დიდი პროცენტი მიიჩნევა, რომ აღდგენის უნარია. ანუ აღდგენის უნარში იგულისხმება ის, რომ ინტენსიური ვარჯიშის შედეგად რამდენად შეგიძლია აღდგენა, ეს ერთი და მეორე იგულისხმება, რომ თვითონ რინგზევე, ანუ კარდიოსთან ერთად რამდენად მალევე შეგიძლია ენერგიების დაბრუნება. ახლა ადრე რო იყო ეგ შეხედულება, რომ გარეგნობას უნდა ვენდოთ, მიხვდეთ თუ ვერ მიხვდებით, რომ ეს დოპინგს იღებს ადამიანი, ვერ მიხვდებით ეგრე, რომ რაღაცა ძალიან დიდი კუნთებით და ეს რაღაც შვარცნეგერივით რომ გამოდის ვიღაცა და აი ეს დოპინგს იღებს, იმიტომ რომ ნახე რომ კუნთები აზის. დღეს ასე არ არის. შეხედავთ MMA-ის მებრძოლებს და ხო შეიძლება რომ ულებრივი ნავარჯიშები ბიჭივით გამოიყურებოდეს. დაკვირვებული თვალი რა თქმა უნდა მიხვდება იმას, რომ სხვანაირად ნავარჯიშებია, მაგრამ იმას ვამბობ, რომ რაღაც აი ისე ბატიბუტა ვიღაცა არ მოდის, როცა MMA-ის მებრძოლს უყურებ, ხო? და შეიძლება გაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივია, ბუნებრივად არის ესეთი, მაგრამ სინამდვილეში ესე არ იყოს, რადგან ადამიანს დოპინგით შეუძლია იმოქმედოს სხვადასხვა სისტემებზე. არა კუნთების ზრდაზე უბრალოდ, რომ ფიზიკურად კუნთები გაიზარდოს და ამით ქონდეს უპირატესობა, არამედ სხვადასხვა ფაქტორებზე. და ეხლა გეტყვით, რაზე მოქმედებს ეს დოპინგები და როგორი დოპინგები არსებობს. პირველი სახეობა დოპინგების არის ანაბოლური დოპინგები. ეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილია. ტესტოსტერონი მაგალითად და მისგან წარმოებულები და მისი მსგავსები, მოკლედ ეს არის, ანუ კაცური ჰორმონი. კაცური ჰორმონი აქტიურებს ტესტოსტერონის რეცეპტორებს და მეტი ძალა გაქვს. ანუ ამას რომ გაიკეთებ, მეტი ძალა გაქვს, აღდგენა უკეთესი გაქვს, ქსოვილების რეგენერაცია დაჩქარებულია. ან შეიძლება ბევრად ინტენსიურად ივარჯიშო, ვიდრე სხვა მებრძოლს თუნდაც წინა 3 კვირის განმავლობაში მაგალითად და ეს დიდი უპირატესობაა, ძალა მეტი გაქვს, კუნთი მეტი გაქვს, კუნთი იზრდება. კუნთის ზრდასაც ასტიმულირებს ტესტოსტერონი. ოღონდ ეხლა ისეთ დოზებით არ იღებენ, რომ რაღაც ბატიბუტივის კუნთები ქონდეთ, მაგრამ იმ მომენტში კუნთის რაღაც დონეზე მასას და კუნთის ძალასაც ზრდის. შეიძლება თუ არ შევამჩნიოთ, რაღაცები შეიძლება ზოგჯერ მაგალითად აკნე აქვთ ზურგზე, მხრებზე, უფრო მეტად ვინც იღებს ტესტოსტერონს. შესაძლებელია უფრო მეტი კუნთები ქონდეს, ან გინეკომასტია, მკერდის გადიდება შეიძლება ქონდეს, ან თმის ცვენა შეიძლება ქონდეს, ან სხვა ნიშნები შეიძლება ქონდეს, თუმცა მაგას ვერ ვენდობთ მარტო, რომ შეხედვა ადამიანს და ეს ტესტოსტერონს იღებს, ესე არ არის, ტესტები ჭირდება, რა თქმა უნდა, იქ ღვიძლის ფუნქციები იცვლება, მაგალითად, კარგი ქოლესტერინის დონე მცირდება მნიშვნელოვნად, რადგან ამცირებს მაგის სინთეზს, როცა პირდაპირ ყლაპავენ დასავლეთ ტესტოსტერონს იღებენ ხოლმე დასავლეთ ფორმებით, ამის ფორმებით იღებენ, ტესტოსტერონს როცა ვამბობ, გულისხმობს სხვა ანაბოლურ პრეპარატებს, ხოლმე სტეროიდებია როგორც წესი ისინი. მეორე სახის დოპინგი არის პეპტიდური ჰორმონები და ჟანგბადის პრეპარატები. ეხლა ეს რას აკეთებს ესენი, მოკლედ. კუნთები კაია, მაგრამ ამ კუნთებს ჭირდება სისხლით მიწოდება ჟანგბადის, რადგან ადამიანი იყოს ენერგიულად. ჟანგბადი არის საწვავი, ანუ რაც არ უნდა მაგარი ქარხანა გქონდეს, კუნთები თუ საწვავი არა გაქვს, მოკლედ ვერ ამუშავებ ამას. და აი ამაზე მოქმედებს ეს პეპტიდები, მაგალითად ერითროპოეტინი, ინსულინის ზრდის მსგავსი ფაქტორი და ეგეთი პრეპარატებია. მაგათი აზრი რა არის, რომ ჟანგბადის მიწოდებას რო ზრდი კარდიოს და გამძლეობა უმჯობესდება და რინგზე დგას და ქსოვილების აღდგენას უმჯობესდება, სისხლის მიმოქცევა რო უმჯობესდება, ჟანგბადის მიწოდება უმჯობესდება, აღდგენას უმჯობესდება და არ იღლება. აი, ვთქვათ, რაღაც ეჭვები მაგაზე იყო, რომ ის რანაირად უცებ რანაირად ამოდგა და მე ვითომ არაფერი ესე რანაირად იბრძოლა და ესეთი რეალური ეჭვები მაგენან ჩნდება. ხო, იყო კიდე იმაზე, რომ ფეხის გულები რატო ქონდა გაყვითლებული, გეჯდია საუბარი, რა თქმა უნდა. ფეხის გულებით გაყვითლებით ვერ ვიმჯერებთ მარტო, ანუ ეგ არასაკმარისი მტკიცებულებაა, რო თქვა, რომ რაღაცა მიღებული ქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებში ეჭვები გააჩინა და ეჭვის ქონის უფლება ადამიანს აქვს, რა თქმა უნდა, ვერ დაუშვით, უბრალოდ ეს უნდა გაირკვეს და მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ ვისაუბრო ამ თემაზე, რომ ან ქონდა, ან არ ქონდა, ჩვენ საუბრობთ იმაზე, დოპინგები როგორია და რას აკეთებს. და ხო, აი ეს პეპტიდური ჰორმონები, რომელიც ჟანგბადის მიწოდებას აუმჯობესებს,
ზუსტად ეგ არის, რომ ეგ აძლიერებს და აუმჯობესებს გამძლეობას და დიდხანს დგან რინგზე და გეგონება არ იღლებაო, მაშინ რაც ჩვეულებრივი ადამიანი მოვარჯიშეც კი და პროფესიონალიც კი იღლება რა თქმა უნდა. საეჭვო ნიშნები ამისი რა არის? ეგეთი პეპტიდების თუ იღებს ადამიანი, რომ შეიძლება აი მოულოდნელად ძლიერი კარდიო რა, რომ იცი რომ ეს ვერ ჩერდება, მაგრამ დგას და იბრძვის. აი ეს არაბუნებრივად სწრაფი აღდგენა ასევე. შემდეგი დოპინგის პრეპარატები არის სტიმულანტები. სტიმულანტები ბეტა აგონისტები ხშირად. და ეხლა ეს ბეტა აგონისტები გამოიყენება ასთმის მკურნალობაში. ეს რო შეისხურებ ბეტა აფართოვებს ბრონქებს რა. მოქმედებს როგორც ჯამში სტიმულანტი, ნერვული და სტიმულანტები, რასაც დოპინგად იღებენ ხოლმე, ოღონდ იღებენ არა შესასუნთქს, არამედ აბებად და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს, მათ შორის თავის ტვინზე მოქმედებს. მაგალითად შესასრულებელს რო იღებ, ის მარტო ბრონქებს აფართოვებს, იმ მომენტში შეტევა რო აქვს ადამიანს და ვერ სუნთქავს ის ასთმის დროს, მაგრამ ეს ასთმისგან განსხვავებულია ესენი, რასაც იღებენ ხოლმე, თუმცა იგივე ბეტა-2 აგონისტია. ამფეტამინები შეიძლება მიიღონ კიდე სტიმულანტები. ამფეტამინის ერთად ეს არის აკრძალულია, ხო, ისედაც აკრძალულია, მის გამოყენება უდოპინგოთაც აკრძალულია. და რას აძლევს ახლა ეს ადამიანებს? აძლევს მეტ სიფხიზლეს, ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია ხდება, თავის ტვინის სტიმულაცია და ნაკლებად გრძნობს ადამიანი დაღლას და ადრენალინის ეფექტი აქვს. ადრენალინის ეფექტია ის, რომ შეიძლება მოტყდეს ადამიანს ხელი და იბრძოდეს მაინც. ხო? ანუ ეს დამართნია რატოა, რომ ძალიან ბრძოლაში რო ადამიანი და ვერ გრძნობს იმ ტრავმას და მე გრძნობს ყველაფერს. ხო, იმიტომ რომ ადრენალინი იყო და ძალიან ძლიერი სტრეს რეაქცია იყო და ამას იწვევს რა და ფეთქებადი ენერგია აქვს, ფეთქებადა ძლიერები არიან და ცხიმიც იკლებს ამ დროს, ან ცხიმსაც იკლებენ. ასე რომ ამიტომ არის რომ გამოიყენება ხოლმე სხვა შორის ზოგადად წონის კლებისთვისაც იყენებენ ხოლმე მაგებს. მაგრამ საშიშია. გულზე შეიძლება იმოქმედდეს ძალიან სრულად და გული გაუჩერდეს შეიძლება ადამიანს. ამიტომ არ არის სასურველი და არც რეკომენდირებული რაღაც ბეტა აგონისტების მიღება ან სტიმულანტების მიღება. საეჭვო ნიშნები რა შეიძლება გქონდეს ახლა ეგეთ ადამიანს? ტრემორი, კანკალი ხელის, ის გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, უძილობა, აგზნებულობა, სწრაფი წონის კლება და აქ ორმაგი ისა სარგებელი რომ იმას ჭირდება კუნთები სპორტსმენს და წონის კლებაც ჭირდება, იმიტომ რომ ეს წონა ჩასაბარებელი აქვს, წონას იკლებენ. წონას იკლებენ რომ დაბალ იმაში იმონაწილეონ, დაბალ წონაში იმონაწილეონ, რომ ის წონის უპირატესობა ქონდეთ მერე. ეგ არის მთელი ბრჭყალებში მუღამი მაგისი რატომაც იმაშრებიან იკლებენ და ეს წონის კლებას ეხმარება ხოლმე და ამიტომ იღებენ. და ასევე არის დიურეტიკები და შემნიღველი პრეპარატები, ესე ეძახიან, მაგალითად ფუროსემიდის მსგავსი პრეპარატები, დიურეტიკები და masking agents ეძახიან, რაც შემნიღველი აგენტებია. რაში ჭირდებათ ეს დიურეტიკები, ან შარდმდენები? შარდმდენები შარვას ახშირებს და წონას იკლებს ეგრევე და იმ წყალს იკლებს ძალიან მალე. და აწონმისას -5 კილო, -7 კილო, შეიძლება -10 კილოც იყოს, ბოლო რამდენიმე დღე შეიძლება დაიკლონ ეს წონა და ეს იყოს წყალი. ეს არ იყოს ისა სხვა რამე, წყალი დაიკლონ. არც კუნთს რაღაც დონეზე იკლებენ და ცხიმსაც, მაგრამ ძირითადად მოკლედ წყალია და ფუროსემიდი ეხმარება, შარდენი ეხმარება მაგაში და ამიტომ ეგეც არ არის მიღებული. კიდე ზოგჯერ არის რომ შარდის განზავებისთვის იღებენ მაგას, რომ შარდი განზავდეს ძალიან, რომ კონცენტრაციები დაიკლოს და ვეღარ ნახონ მერე ის სხვა დოპინგი რაც მიიღო, ანუ იმერ გაზავ შარდი, რომ შარდში ძალიან ცოტა იყოს. აი ეს არის. ხო. და თირკმელს აიძულებს მოკლედ რომ შარდი გამოყოს ეგ არის. საეჭვო ნიშნები რა აქვს ახლა მაგას, რომ დეჰიდრატაცია, კუნთის კრამპები, შეიძლება ეს ეკუმშობოს, მაგრამ ამას ახლა ჩვენ ისე ვერ შევხედავთ, ხა დეჰიდრატაცია დიდად აქვს თუ არა აქვს, ისაც შეიძლება ქონდეს გაუწყლობა ადამიანს. ვერ დაასდებ ბრალს, რომ ეს შარდმდენი მიიღე აუცილებლად. წონის უცაბედი ცვლილება და აქ უცაბედ ცვლილებაზეც ვერ ვიტყვით ვერაფერს, იმიტომ რომ მილიონ სხვა რამეს აკეთებენ, რომ წონა დაიკლონ ხოლმე ეს ადამიანები. კიდე არის რა თქმა უნდა სხვა ჰორმონები, მეტაბოლური მოდულატორები, არომატაზას ინჰიბიტორები,
მიოსტატინის მოდულატორები და რაღაც ბევრნაირი არსებობს, რა თქმა უნდა, რომელსაც აქვს ზოგს ესტროგენების კონტროლია, რომ ტესტოსტერონისკენ გადაიყვანოს ესტროგენები და ტესტოსტერონი. მოკლედ ეგეთი რაღაცაა, რომ ცხიმოვან ქსოვილში ტესტოსტერონი გარდაიქმნება ესტროგენებად. ანუ ქალურ ჰორმონებად. და ეხლა ეს არის ზოგადად რაც აი ჭარბწონიან ადამიანებს აძლევს იმ რაღაცნაირ სინაზეს, რომელიც აქვთ. ესტროგენების გავლენა და აი ეს არომატაზაა, რასაც გადაყავს და მაგ არომატაზას ინჰიბიტორებით აღარ ხდება ეგ და ტესტოსტერონი გვაქვს ეგეთი რაღაცებია. კუნთის ზრდისთვის აკეთებენ კიდე ენერგიის გაძლიერებისთვის და სხვა მექანიზმები და სხვადასხვა დოპინგები არსებობს კიდე, რომელიც ზოგი არის ექსპერიმენტული, ზოგი არის რაღაც მხოლოდ ცხოველებზე როა ჩატარებული ცდები, ზოგი არის რომ კარგად ვერც დგინდება, ამიტომ ეს ეჭვები ყოველთვის არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ამ ყველაფერს მოაქვს დიდი ზიანი. მაგალითად, ეხლა ამ ტესტოსტერონს მოაქვს ზიანი ის, რომ მე მამაკაცის სათესლე ჯირკვლები თვითონ აღარ გამოიმუშავებს ტესტოსტერონს. ან ბლოკავს კაცურ ჰორმონებს, ან კაცურ ჰორმონს იღებს გარედან და ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს ამ კაცურ ჰორმონებს. სხვა დიდ პრობლემებზე რო აღარ ვთქვათ, მათ შორის გულის გასქელება და კიდე სხვა პრობლემები, ქოლესტერინის პრობლემები და რაღაცები. კიდე იღებენ ხოლმე გლუკოკორტიკოიდებს, რომ ანთების შესამცირებლად, ტკივილის შესამცირებლად და არ ტკივა ურტყავ და არ ტკივა ესეც შეშუპების შესამცირებლად, მაგრამ ეს იმუნური პასუხით სუსტდება მერე. ტრამვის ის ტრამვა რომ არ ტკიოდეს მაგის გადასაფარვად და ასე. ანუ სხვა ტკივილგამაყუჩებლებიც შეიძლება იყოს კი ეს დოპინგის კატეგორია. და ნარკოტიკები, რა თქმა უნდა, ეგ არის ზუსტად ეს ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები, რომელიც კი ცალკე კატეგორია, რომელიც ტკივილს ამცირებს, ტკივილის სიგნალი იბლოკება და მოკლედ ვერ გრძნობს ადამიანი ტკივილს და იბრძვის და იბრძვის, ხო. მაგრამ რა თქმა უნდა, სხვა პრობლემებიც ახასიათებს, მაგრამ რეაქციის შენელება, მაგალითად, გუგების შევიწროება და ეგენი ახლა ნაკლებად გამოიყენება. შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად გამოიყენება. კიდე ეს კანაბინოიდებს გამოიყენებენ ეს პლანის მსგავს რაღაცებს, შფოთვარო შემცირდეს და ესთები, თუმცა ეგენიც ახლა შედარებით იშვიათია, რომ ესე ძირითადად მაინც არის საუბარი აი ამ ანაბოლურ პრეპარატებზე, რომელიც ძალას, ენერგიას, გამძლეობას, კუნთებს აძლევს ხოლმე ადამიანს. ხო, დოპინგი ამიტომ ჯამში აკრძალულია, დოპინგი აძლევს არათანაბარ უპირატესობას, უსამართლო უპირატესობას ადამიანს და აზიანებს თან ჯანმრთელობას. ანუ ისეთ უპირატესობას გაძლევს, რასაც შენ უსაფრთხოდ ვერ დააბალანსებ. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა დოპინგთან დაკავშირებით. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.